უყურებს Just Drivers. რაც იმას ნიშნავს, რომ მეც ერთი შენაერი ჩვეულებრივი მძღოლი ვარ. აი შენ დივანზე წამოწოლილი რო ეხა უყურებ ჩემ ვიდეოს. ანდა შენ მანქანას რომ ელოდები სახელოსნოში როდის გაკეთდება. ანდაც აი შენ საერთოდ მანქანა ჯერ რომ არ ყავს და ეხლა რო გამოგაქვს ბანკომატიდან ფული მანქანის საყიდლად. ჩვენ ყველა ერთ გზაზე ვდგავართ. ახლა კი როგორ დაიწყო ჩემი გზა. მანქანები ბავშვობიდან მაინტერესებდა. აი შემეძლო რომ ქუჩაში საათობით დარიყავი და მეყურებინა მანქანები რო დადიოდნენ. 4-5 წლის ასაკში დაახლოებით აი ძველი ყვითელი ავტობუსები იყო, გემახსოვრებათ, ადრე რუსული ავტობუსები. მაგას მძღოლის გვერდით ჰქონდა ესე ბრტყელი შემოსაჯდომი და მან რო დავჯდებოდი, წინ რა მანქანაც შეხვდებოდა, აი თითქმის ყველას გამოსცემა შემეძლო და ესე თამაშობდით ხოლმე მე და მძღოლი გზაში. ვისაც შეხება ქონიათ, ალბათ ყველა დავეთანხმებით, რომ მანქანებთან ურთიერთობა არც ისე მარტივია. გამარჯობა, როგორ ახარ ლამაზო? აი შენ ნახე რა მოგიტანე? დაძველებით 5:30 მირთვი. აი შენ. გაგვიმარჯოს. 5:30 იაპონია. სინთეთიკური. ავტომოყვარულია ადამიანი, რომელიც აფასებს როგორც თავის მანქანას, ასევე სხვისას. აი მაგალითად ნახე რა მაგარი BMW დგას, როგორი ლამაზი ფორმები აქვს. არა, ეს ის არ არის, რაც შენ გონია, დამიჯერე, მე ყველაფერს აგიხსნი. ჩემი ჰობი მანქანებზე დაკვირვება და მათი შესწავლაა. ოპ. აბა ახლა გააღები და თქვი. თქვით, გააღები და თქვი. საბოლოოდ კი ჩემს მიერ მიღებულ ინფორმაციას გიზიარებთ თქვენ. აბა, დასხედით, გამარჯობათ. დღევანდელი ჩვენი გაკვეთილის თემა იქნება ტურბინიანი ძრავები. აბა ვინმე ჩვენ კლასში თუ არის განსაკუთრებულად ჭკვიანი და ნიჭიერი და ვინმე თქვის რა სარგებლობა მოაქვს ტურბოს. აი შენ მაგალითად გოგონა თქვი აბა? ტურბო გვაძლევს ალას. მართალია ყოჩარ. აბა ვინ არის ყველაზე ჭკვიანი და ვინმე თქვის რა სარგებლობა მოაქვს ტურბოს? აბა ბიჭი შენ უკანა მეხსე 2 წელია მანქანა რო არ დაგიქოქია საერთოდ რას გვეტყვი ერთი ახალს? ზეთს წვავს. აბა ახლა გამოდით რო ზეკნას უცხეში დადექი შენ მაიმუნო და ხვალე მამა შენი მომიყვანე თავისი ძევი ატით რო და ეს ჩემი ქალაქია ქუთაისი. სხვებისგანაც ხშირად მსმენია და მეც ვამჩნევ რომ რაღაცნაირად განსაკუთრებული სითბოს მატარებელი ქალაქია. როგორც ყველა ქართველს მეც სტუდენტობა თბილისში მაქვს გატარებული, მაგრამ საბოლოო ჯამში ვარჩიე რომ აქ დაუბრუნებულიყავი, სადაც თავს ისე ვგზნობ როგორც საკუთარ სახლში რა და ეხლა ის პატარა ბიჭი ვარ, რომელიც ადრე ავტობუსის ფანჯრიდან მანქანებს აკვირდებოდა და ცდილობდა რომ მათი ლოგოები გამოეცნო. ეს მანქანა ამერიკის კლასიკა და მისი წარმომადგენელია. მაგრამ სადაც ეხლა ვდგავართ ამ ქუჩაზე, ეს ქუჩა ამ მანქანასთან შედარებით საუკუნეების ძველია და ასე რომ ვთქვათ ქუთაისის წარმომადგენელია. თუმცა ავტომოყვარულებისათვის ალბათ უფრო საინტერესო ის ქუჩა და გზა იქნება, სადაც ერთ დროს გიორგი თევზაძე დადიოდა. ჩემი ოცნების მანქანა ბავშვობაში იყო Audi 80. მაგრამ დრო რო გადის და რეალურ სამყაროში შეაბიჯებ, ხვდები რომ ოცნებები ხშირად იმსხრევა რა და ნუ ჩემ შემთხვევაში ეხა რო გავიზარდე უკვე Audi 80-ები აღარც იყო და თანიდანაც ძველი მანქანა იყო რომ ნუ რეალურად ვერც იყიდი და არც ღირდა რო გეყიდა რა და ამიტომ ასე რომ ვთქვათ შევარჩიე ეკონომიური და გამძლე მანქანა რომელიც იყო Honda Fit. $2800 ვიყიდე და 3 წელი ვაგროვებდი ამ $2800. ეს Honda საკმაოდ გამძლე მანქანა იყო, თავიდან მაშინებდნენ რომ ეგ ვარიატორიაო და კაგი ფუჭდებაო და ჩაგაკვდებაო ხელშიო. ეგ ერთი მითი ასე რომ ვთქვათ მაშინ დაიმსხრა ჩემთვის რომ თუ მოული სიტყვაზე აი ამ Honda-s ვარიატორს ძლევს და მუშაობს შეულებრივად. მაგის მერე უკვე წავედი გერმანიაში, როგორც ალბათ საქართველოს მოსახლეობის და სტუდენტების უმრავლესობა 3 თვიან პროგრამაზე ვიყავი. იქ რო ეს Audi-ები, Volkswagen-ები, გერმანული მანქანები რო თავისთავად ეხა დადიოდნენ, გაიღვიძა მოცნებამ ჩემში რაც Audi 80-ზე მქონდა და რო დავბრუნდი იქედან, დავიწყე Audi-ების ძევნა და ვნახე სურათებში რო შევხედე Audi TT იყო. მეთქი ეს რეალური სურათი არაა, მატყუებს Google-ის სურათია თქო, მეთქი გადმოწერილი აქვს თქო, მაგრამ რო ჩავედი თბილისში, მანქანა დამხვდა ზუსტად იგივენაირი ვიზუალურად.
ტექნიკურად რაღაცები ნაჩალი-ჩარი იყო ამ მანქანაზე და მე მომიწია მე ამ სიურპრიზების, ასე რომ ვთქვათ, ჯერ მიიღება და მე შეკეთება რა. და ამ შეკეთების პროცესში ბევრ პრობლემას ვაწყდებოდი ძირითადად იმას, რომ ხელოსანი მithumetes ახლა ქუთაისში უცხო მანქანა იყო და რო შეხედავდნენ რომ მიაყენებდი, არა არ ვაკეთებ არცალია, დაკავებული ვარ, რიტოქში ხელს არ კიდევდა არავინ რა. მე მიწევდა მე დაშლა და კეთება. ამაუდმა მარტო მანქანები კი არა, თან ხალხის გამაცნო რა, რომ არენდო ადამიანებს ესე გულუბრყვილოთ. ანუ მეც ვიცოდი ახლა უცხო მანქანა იყო რაღაცნაირად და მეც გრძნობდი რომ შეიძლებოდა რომ რაღაცა ნაწილი ძვირი ღირებულიყო. და მე რო გამემფუჭდა ეს ბენზონასოსი, ანუ პატარა ძრავია რომელიც ბენზინს აწვდის სწრავს. მივედი ხელოსანთან და აუო ესო ტეტე არისო და მისი ვარიშებაო და რაღაცა მომცა ეს პატარა კი იყო ეს კი შევატყო ჩემთან და ჩემი მანქანის აძელთან შედარებით პატარა იყო, მაგრამ ნუ ეს სამაქო ახლა და ეს წავა მაღაზიო რა, სხვაო არა მაქო და 300 ლარი იქნება ამის ფასიო რა და ნუ მეც ახლა მანქანა ახალი ლაკიდი მყოფს და გამიჩერდა რა ბენზინის გარეშე ვერ დადის მანქანა და გამიჩერდა რა ვქნა მოვიღე მივეცი ახლა ძლივს ნაცვალები ფული მე აღმოჩნდა რომ ახალი გიდა 60 ლარი და კიდევ აყენე მე მუშაობდა ბოლოს მაგ მანქანით პატარა ინციდენტი მომივიდა ბამპერი გავაფუჭე მაგის გასაკეთებლად მივდიოდი ხელოსანთან ხელოსანი თვითონ დამეტაკა თავისი მანქანით მე იმანაც დამეტაკა ის გავაკეთე და ბოლოს ის ბამპერი გაუკეთებელი დარჩა და ისე გავყიდე ეგ მანქანა რა ეხლა მყავს 2015 წლიანი Jetta GLI ეს აუცილებლად უნდა მეხსენები ახლა აუცილებლად რომ ასე რომ ვთქვათ როგორც არის სიტყვაზე M-ი BMW-ში ან AMG Mercedes-ში ისევე სპორტული კლასი არის ასე რომ ვთქვათ ოღონდ Jetta-ს ხაზში რა ეს ჩემი უბანია ნიკეა აქ მაქვს ერთი ძველი ბინა ახლა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ვდგავარ, დაახლოებით 9:10 საათია და მოძრაობა თითქმის აღარ არის. სამწუხაროდ ამ ქალაქიდან ყველა მიდის. YouTube არხის შექმნის ერთ-ერთი მიზეზი ზუსტად ეგ იყო, რომ ხალხისთვის მეჩვენებინა, რომ ქუთაისშიც ვართ კრეატიული და შემოქმედებითი ადამიანები რა. და ზუსტად მაგ მიზნით თითქმის ჩემი ყველა ვიდეო YouTube-ზე იწყებოდა ერთ და იგივე ფრაზით. მოგესალმებით ქუთაისიდან, მოგესალმებით ქუთაისიდან, მოგესალმებით ქუთაისიდან. ამ პროექტში ახლა კრეატორშიც ქუთაისის წარმომადგენელი ვარ და შენ შეგიძლია რომ ხარი დამიჭირო. მაგრამ ამისათვის უნდა გამოფხიზლდე, გესმის? აუ ამას ძინავს მე მგონი. მეგობარო, გაიღვიძე კრეატორი იწება.